ადამიანების 15%-ს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება, უზარმაზარი რიცხვია. ეს პროცესი როცა იწყება, როგორც წესი შეუქცევადია, მაგრამ შეგვიძლია შევანელოთ ან დავიცვათ თირკმელი ისე, რომ არ განვითარდეს ქრონიკული დაავადება. 40 წლიდან იწყება თირკმლების დაავადება, თირკმლის ფუნქციის გაუარესება და როგორც წესი ეს პროცესი პროგრესირებს ასაკთან ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შევამჩნიოთ თუ თირკმელს რამე პრობლემა აქვს. თირკმელი მუშაობს როგორც ფილტრი, მისი მოვალეობა არის, რომ სისხლიდან ტოქსინები, ნარჩენი პროდუქტები გამოიტანოს, ზედმეტი წყალიც გამოიტანოს და გამოყოს გარეთ და ამას ჩვენ ვხედავთ როგორც შარდს, ასევე ელექტროლიტური ბალანსისთვის მნიშვნელოვანი, რომ დაიცვას ეს ბალანსი, სხვა მინერალებს გამოყობს ან შეიცავს და ასე ორგანიზმის ერთიანობას ინარჩუნებს. ორგანიზმი ჭირდება მუდმივი ერთიანობა ორგანიზმში, არ შეიძლება რომ ორგანიზმის შემადგენლობა სხვა იყოს, ხან ერთი, ხან მეორე. ჭირდება რომ ერთიანობა შეინარჩუნოს და ამ ერთიანობის ნაწილია თირკმელი. მაგალითისთვის ცილებს რო ვჭამთ, მაგალითად თუ შევჭამთ ხორცი, ეს ხორციდან მივიღეთ ამინომჟავები, ამინომჟავების ნაწილი მოხმარდება კუნთებს, იმისთვის რომ კუნთები ან გაიზარდოს, ან შენარჩუნდეს, ან დაზიანებული ქსოვილები აღდგეს და მეორე ნაწილით ენერგია წარმოიქმნება. ამ ენერგიის წარმოქმნის ერთ-ერთი პროდუქტი, მოკლედ, აზოტს შეიცავს ამინომჟავები, აზოტის ჯგუფს, ეს აზოტის ჯგუფი უნდა მოცილდეს, იმიტომ რომ ტოქსიურია ეს აზოტის ჯგუფი და რომ მოცილდება დეამინიზაცია ქვია ამ პროცესს და ამის შედეგად ვიღებთ ურეას საბოლოო პროდუქტად, რომელიც არის ტოქსინი და ეს ურეა უნდა მოცილდეს ორგანიზმიდან და ამას აკეთებს შარდში გამოდის ურეა და თირკმელები ფილტრავს ამ ურეას და ამიტომაც ურეა იურინიდან მოდის, იურინი შარდს ნიშნავს და შემთხვევითი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი შარდის არის ურეა, რომელსაც თირკმელები გამოყოფს შარდში. მეორე მაგალითი. ჩვენ სისხლი რო გვაქვს, ეს სისხლის უჯრედები სულ დაიშლება, ახალი წარმოიქმნება და ესეთი ციკლი მიმდინარეობს რა, იმიტომ რომ სისხლის უჯრედები მოკლედ ძლებს რამდენიმე თვე, მე დაიშლებიან, ახალი წარმოიქმნება, ვინაიდან გვაქვს მილიონობით, ამიტომ სულ აემცვლაშია ორგანიზმი. რო დაიშლება სისხლის უჯრედი, ერთ-ერთი პროდუქტი არის ურობილინი, ამისი, რომელსაც აქვს აი ეს ყვითელი ფერის შეფერილობა რა, ჰემოგლობინის ერთ-ერთი დაშლის პროდუქტია და ეგ გამოიყოფა შარდით. შარდით გამოიყოფა და მაგიტო ხედავთ შარდს ყვითლად, ანუ ყვითელი მაგიტოა შარდი. ახლა ვთქვათ პირველი ნიშანი რა არის იმის, რომ თირკმელში რაღაცა არ არის წყობში. პირველი ნიშანი არის კრეატინინის მომატება. კრეატინინის მომატება რას ნიშნავს? ანუ პირველი ტესტი თუ გინდა რომ საერთოდ თირკმელზე წარმოდგენა შეგექმნას, რას აკეთებს რა მდგომარეობაში? კრეატინის ტესტი უნდა გააკეთო. კრეატინი 53-დან 106 მიკრომოლამდე litrში არის, სხვა საზომები არსებობს, თუ პატარა საზომია ნახმარი, მაშინ 88-ზე უნდა გაყოთ და მიიღებთ იმ ნორმებს. 53-დან 106-მდეა მოკლედ ნორმა. კრეატინის მომატება რას ნიშნავს? ახლა რას გვეუბნება? მოკლედ ჩვენი კუნთები, ანუ კუნთები ხო გვჭირდება რომ ვიმოძრაოთ და კუნთებს სჭირდებათ ენერგია. ამ ენერგიისთვის საჭიროა გლუკოზა, როგორც საწვავი და ასევე საჭიროა კრეატინი. ეს კრეატინი იწვის მოკლედ ენერგიის წარმოქმნისთვის და გარდაიქმნება კრეატინი ნადა. კრეატინი რო წარმოიქმნება, ეს კრეატინინი უნდა გამოიყოს, იმიტომ რომ ეს არის ნარჩენი პროდუქტი, რომელსაც აღარაფერში არ იტანს ორგანიზმი, უნდა გამოყოს გარეთ. და ეს კრეატინინია, რომელსაც ფილტრავს თირკმელი. კარგი საზომია, თუ იმატებს კრეატინინი, თირკმელი ესე იგი ვერ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ სისხლში ტოვებს კრეატინს, სისხლში ვზომავთ კრეატინის და თირკმლის ფუნქციის გასაზომად გამოიყენება. ოღონდ ყოველთვის ძალიან სწორი არ არის, იმიტომ რომ ადამიანს მაგალითად დეჰიდრატაციის შემთხვევაში შეიძლება მაღალი მაჩვენებლები ქონდეს და სინამდვილეში არ იყოს თირკმლის ფუნქცია გაუარესებული. მეორე შემთხვევა არის, როცა კუნთოვანი მასა ძალიან დიდი აქვს ადამიანს, ასევე შეიძლება მომატებული იყოს კრეატინი და არ იყოს თირკმლის ფუნქცია დარღვეული.
თუმცა კრეატინის მომატება როგორც წესი თირკმლის ქრონიკულ დაავადებაზე მიუთითებს ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა დროსაც ინფექციების დროს, შოკის დროს, ტოქსინებთან ურთიერთქმედების დროს მაგალითად კრეატინმა ერთბაშად შეიძლება მოიმატოს მაგ დროს თუ თირკმლის მწვავე უკმარისობა აქვს ადამიანს შესაბამისად კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საზომია იმისთვის რომ ვიმსჯელოთ თირკმელზე მეორე რაც შეგვიძლია თქვა არის ქაფიანი შარდი შარდში ცილების ნიშანია შარდში ცილები ნიშნავს რომ ხდება ის რაც არ უნდა ხდებოდეს ან თირკმელი ნორმაში არ უნდა უშვებდეს შარდში ცილებს ბევრს არ უნდა უშვებდეს თორე ცოტა შესაძლებელია და როცა ეს ბევრი ცილა შარდი არის ქაფიანი ეს ცოტა დამაბნეველია იმიტომ რომ მაგალითად თუ ადამიანს ხანი არ მოუშარდავს და ძლიერად თუ მოშარდა მოკლედ შეიძლება ქაფიანი იყოს შარდი ზოგ შემთხვევაში კიდე ნორმალურ შემთხვევაში შეიძლება ქაფიანი იყოს გაციების მერე ქაფიანი იყოს ან ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ქაფიანობა მაგრამ რეგულარულად თუ ქაფი აქვს მაშინ ყურადღება მისაქცევია იმიტომ რომ ვფიქრობთ რომ ხომ არ არის ნეფროზული სინდრომი მაგალითად რომელიც იწვევს ქაფს შარდში დიაბეტური ნეფროპათია შარდსასქესო გზების ინფექციები ყველას შეუძლია ქაფი გამოიწვიოს შარდში ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მესამე არის ღამის შარდვა რას ეძახიან ღამის შარდვას მოკლედ თუ ადამიანი ღამეში ერთხელ დგება შარდისთვის ეგ ნორმად მიიჩნევა თუ ღამეში ორჯერ დგება მაშინ თუ ასაკოვანია ნორმად მიიჩნევა და ღამეში თუ რეგულარულად ორზე მეტჯერ დგება ეგ ნიშნავს რომ თირკმელებში როგორც წესი არის პრობლემა სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს შეიძლება დიაბეტის გამო მაგალითად დიაბეტს ახასიათებს ხშირი შარდვა მათ შორის ღამის შარდვა რადგან მაღალი გლუკოზის გამო მეტი ამ გლუკოზის გამოდენას ცდილობს ორგანიზმი და უკონტროლო დიაბეტი თუა ოსმოსური დიურეზი ქვია მაგას და შარდის წარმოქმნა არის გაძლიერებული და ღამის შარდვა ახასიათებს მეორეს მხრივ დიაბეტურ ნეფროპათიასაც ახასიათებს თირკმელები როცა ზიანდება უჭირს შარდის კონცენტრირება თირკმელებს და წარმოიქმნება მეტი შარდი და იწვევს ღამის შარდვას სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგალითად საშარდე გზების ინფექციები და ღამის შარდვა ანუ ყურადსაღები სიმპტომია ასევე მიუთითებს თირკმლის პრობლემებზე მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის შეშუპება თვალების გარშემო ხელების და კოჭებთან შეშუპება განსაკუთრებით თუ კი უფრო მუდმივი ხასიათი აქვს თუ კი არიან მაგალითად ღამე დილით რო დგება ადამიანი გრავიტაციით სითხე მოდის ეგ თვალების გარშემო და შედარებით უშუპდება ადგება გაულის თუ არ გაულის მაშინ უფრო მაღალი ალბათობაა რომ ეს არის თირკმელების გამო ზოგ ადამიანს მეტად აქვს ბუნებრივად მიდრეკილება გენეტიკურად და მაგაზე არაა საუბარი მაგრამ თუ ასე არ ქონდა თუ ასე არ იყო და ეხლა ხდება თვალების გარშემო შეშუპება ერთ-ერთი ნიშანია იმისი რომ სწორად ვერ ფილტრავს სითხეს ორგანიზმიდან თირკმელი და შემდეგი კვლევები საჭიროა სხვა პრობლემებმაც იცის თვალების გარშემო შეშუპება მაგალითად ალერგია მაგალითად სინუსიტი ამიტომ არ არის ეს სპეციფიური მაინც თირკმელებისთვის მაგრამ თუ კი სხვათი ვერაფრით ვერ იხსნება თირკმელებზე ეჭვი უნდა მიიტანოს ადამიანმა შემდეგი მნიშვნელოვანი ნიშანი რაც მიუთითებს თირკმლის პრობლემებზე არის მაღალი წნევა მაღალ წნევას ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე და ის
წლების განმავლობაში თავის საქმეს აკეთებს, ანადგურებს ორგანიზმს ნელ-ნელა. მაღალი წნევაო იტყვის ადამიანი რამდენიაო და 130-ზე მეტი თუა, 130-80-ზე მეტი თუ არის, უკვე აზიანებს თირკმელებს ნელ-ნელა. ნელ-ნელა რას ნიშნავს იტყვის მაშინ ადამიანი და დაახლოებით 5-დან 10 წლამდე თუ აი მაღალი წნევა შენარჩუნებული თირკმელები დაზიანდებიან და ეს დაზიანება გახდება მეტად და მეტად გამოხატული და მეტად შეუქცევადი. ამიტომ წნევის კონტროლი მნიშვნელოვანია. ეს ქუჩა მაღალი წნევის ორმხრივია, ორმაგად აზიანებს თირკმელს და თირკმელი კიდე მაღალ წნევას იწვევს დამატებით. ერთმანეთს ხელს უწყობენ მოკლედ და ყურადღება მისაქცევია, როგორც კი ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ავტომატურად უნდა მიაქციოს ყურადღება თირკმელს და უნდა იფიქროს იმაზე, რომ თირკმელს მისი თირკმელი არის საფრთხეში, ამიტომ მაღალი წნევა პირდაპირ კავშირშია მოკლედ თირკმელების პრობლემასთან, ამიტომ უყურადღებოთ მის დატოვება არ შეიძლება 130 ქვევით უნდა იყოს წნევა შენარჩუნებული. შემდეგი ნიშანი არის ტკივილი წელის მიდამოში და გვერდზე. ანუ ადამიანს რო შეხედო ზურგზე. ხომ თავდება ნეკნები. აი ნეკნები სად თავდება, ეს რო ჩამოუყვე, ნეკნები, აი იქ თუ ტკივა კუთხეში გვერდზე. აი მაგ დროს შეიძლება იფიქრო, რომ ხო არ არის თირკმლის პრობლემა, ხო არ არის თირკმლის ინფექცია, ხო არ არის თირკმელი დაზიანებული, ყრუ, მსუბუქი, შეიძლება ძლიერი, შეიძლება მოვლითი ტკივილი იყოს, შეიძლება კენჭების გამო იყოს ძალიან ძლიერი ტკივილი. ეს ყველაფერი შესაძლებელია, სხვადასხვანაირი ტკივილი შეიძლება ქონდეს, მაგრამ თუ მაგ სპეციფიურ ადგილშია ტკივილი, მაშინ თირკმელებზე მიგვაქვს ეჭვი. ასევე თუ შარდი შემოღრეულია, ყურადღებას ვაქცევთ, შემოღრეული რას ნიშნავს? ანუ არ არის კამკამა მოკლედ თუ არ არის, შეიძლება იყოს მცილების გამო, შეიძლება იყოს ბაქტერიების გამო, შეიძლება იყოს ლეიკოციტების გამო, ჩირკს რასაც ვეძახით მაგისი არსებობა. შეიძლება იყოს კრისტალები შარდში, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება იყოს შემღრეული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება ჭირდება. ან თუ არის სისხლიანი არ ნიშნავს მაინც თირკმელების პრობლემას, შეიძლება შარდის ბუშტი იყოს, შეიძლება უბრალოდ ცისტიტი იყოს და მაგიტო იყოს სისხლიანი შარდი, მაგრამ თირკმელების მდგომარეობა მაინც უნდა გადამოწმდეს, თუ კი ვერ აიხსნება მაგალითად ცისტიტით ან სხვა ხშირი მიზეზით სისხლის შარდში, მაშინ თირკმელები უნდა გადამოწმოთ. და ახლა ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, კაი, რაღაცა ეს სიმპტომი შემოქონდეს ადამიანს და რა ვქნა, ანუ რითი იმას ვქნა, როგორ გადავამოწმო, რა ტესტები უნდა გავიკეთო. პირველი არის კრეატინი. კრეატინი არის ყველაზე მთავარი ტესტი, საწყისი მთავარი ტესტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება. მეორე ტესტი არის გლომერული ფილტრაციის ხარისხი. ეს გლომერული ფილტრაციის ხარისხი არის გამოთვლა რეალურად სქესი, ასაკი, ის რასა და ასე და კრეატინის ნორმით გამოითვლება კრეატინის მაჩვენებლით და ან მიღებული შედეგია, მოკლედ გამოთვლებით მიღებული შედეგია, მაგრამ ძალიან კარგ ინფორმაციას ადლებს ადამიანს თირკმლის მდგომარეობის შესახებ და თირკმლის ქრონიკული დაავადება რო არსებობს, რომელიც ძალიან გავრცელებული დაავადება, მას აქვს 4 სტადია და ამ 4 სტადიის განსაზღვრა გლომერული ფილტრაციის ხარისხით კეთდება ხოლმე. შემდეგი ტესტი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, არის სისხლის ურეა ნიტროჯენ ტესტი, ანუ ბუნს ეძახიან. BU და N, რომელიც ეს ურეა, რაც გითხარით, ზუსტად კუნთების მცილების დაშლის პროდუქტია, ან ამინომჟავების დაშლის პროდუქტია და
ეგ არის სისხლში იზომება ეგ და ანუ მომატებულია თუ დაკლებულია მაგის მიხედვით. არის კიდე ასეთი ტესტი ალბუმინ კრეატინინების ფარდობა, ანუ ეს შარდში კეთდება, ანუ შარდში რეალურად ცილის რაოდენობას განსაზღვრავს, ნუ ალბუმი მთავარი ცილაა ჩვენი ორგანიზმის და თუ ხდება შარდში ცილა, ეს ფარდობა თუ მაღალია მოკლედ, შარდში არის ცილა, თუ შარდში ცილა, მაშინ თირკმელებში პრობლემა. და მეხუთე მთავარი ტესტი რაც კეთდება თირკმელებისთვის არის ულტრაბგერა, თირკმლის ულტრაბგერა, ბევრ რამეს ნახულობ, თირკმლის მდგომარეობას, ზომებს, რამე ხო არ არის კენჭები მნიშვნელოვანი, ობსტრუქცია ხომ არ არის და შესაბამისად თირკმლის მდგომარეობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია თირკმლის ულტრაბგერის გაკეთება, რომელიც ძალიან ინფორმატიული ტესტია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.